დღეს იყო ნახევარი ქორწილი, მარტო ფოტოსესია და ეკლესია. ავა ეგ ჭრილი სადმონ. ფოტოგრაფია გვიანებსა და მეთქი მე შევძლი ცოტა ხანი და მივცე მერე მასალას. პატარა ქორწილი მაქვს გადასაღები, ეს მოვედი იუსტიციის სახლში. რა თქმა უნდა, ყველაზე ადრე ეს ჩემი როგორ გითხრათ, წყევლა თუ არა, ყველგან 1 საათით ადრე მივიდა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ვეღარ გავიგე რომ 0 საათზე უნდა მივიდე, 0 საათზე დავიძრა. და ასე შემდეგ. ნახოთ როგორი ქორწილი იქნება. აი ჩვენი წყვილიც მოვიდა. გამარჯობა ხო? ბარო! მეჯორე გორლია. მოვედი შემდეგ ლოკაციაზე, არანაირი წესით, არანაირი კანონით, არც ლაუაზიით, არც მაუაზიით. ლაუაზიე ვინ არის? არც ნიუტონის კანონით არაფრით არ შეიძლება ამ დროს. აი ესეთ განათებაში გადაღება, არანაირად. უბრალოდ ესე გვიწევს ხოლმე რა. აი ეს მკლავს. სიცხეში. აგიბებს. ფოტოგრაფია გვიანებსა და მეთქი მე შევძლი ცოტა ხანი და მივცე მერე მასალას. რა პრობლემაა თქო, მოვიდა ფოტოგრაფია და თუნდაც კი არ აგვიანებდა. რაღაც პონტი იყო და აბრალის თვითონ დააგვიანეს. დავიწყეთ. იქნებ სადმე ჭრილი ვნახოთ და გადავიღოთ. ავა ეგ ჭრილი სადმე ვნახოთ. ამიტომ ვიწეს მზეში გადავიღო და ეს არის შინელი. ვისაც ეს გემარტივებათ, ეგედა მოგვიდით რა დღეში. ეს არის შინელება. ამ დროს ფოტოების გადაღება თბილისში. ამას გავურბივარ ყოველთვის რა. ხალხო ეცადეთ რომ სამე სექტემბრის მერე მოიყვანოთ ცოლი, ან გაზაფხულზე მოიყვანოთ ცოლი, ან ზამთარში მოიყვანოთ ცოლი. არ გვინდა ზაფხულში ცოლი არა. რა დროს ცოლი ამ გაგანია მუშაობაში? შეიროქავ. იმაიროქავ. ესეც მესამე ლოკაცია. ყველგან მოვასწარი აბსოლუტურად და მე მოვასწარი, მე პედაგოგი მაგი არა. გოგოებო, გაიღიმეთ. გაიღიმეთ. აი ესე მოვჭით მოდელზე. ეს იყო ნახევარი ქორწილი. რავი, კარგი ფოტოები გამოვიდა. უბრალოდ ძალიან ცხელოდა, ძალიან.